ჯერჯერობით პროკურატურის მხრიდან არავითარი პასუხი არ არის. ორგანიზებული თავდასხმიდან 12 დღის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებული სტატუსი ისევ არ აქვს. პროკურატურა არც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ დაწყებული გამოძიებით ინტერესდება და არც ადვოკატების მიმართვაზე რეაგირებს. არადა ბაჩიაშვილი დღემდე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ციხის კლინიკაში მკურნალობს. ბაჩიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მან გამომძიებელს რამდენიმე დღის წინ მისცა ამომწურავი ჩვენება, გამოიკითხა იმ გარემოებების შესახებ, რაზეც მიუთითებდა საჯარო განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მედიის მეშვეობით. ჩვენს მიერ დაყენებული იქნა მოთხოვნა პროკურატურის წინაშე, რომ დაზარალებულის სტატუსი იქნეს მინიჭებული მისთვის, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ წვდომა ჰქონდეს საქმის მასალებზე და გავეცნოთ, თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არის განხორციელებული. გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად ქსნის ციხიდან ეტაპირებული პატიმრის კახი-მეტრეველის შეგზავნის შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე ბიზნესმენის ადვოკატები პენიტენციურ სამსახურს თხოვენ გიორგი ბაჩიაშვილი დააბრუნონ რუსთავის ციხეში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სალიას უწყება ადვოკატებს პასუხსაც არ სცემს. არ მიგვიღია არავითარი პასუხი იმის შესახებ, მას შემდეგ რაც მისი მკურნალობის კურსი დასრულდება მე-18 დაწესებულებაში, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ის დაუბრუნდეს მე-12 დაწესებულებას რუსთავში, სადაც ის თავიდან იყო შეთავსებული იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და რაც დადასტურდა. გიორგი ბაჩიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ ივანიშვილმა ერთდროულად ყველა უწყება ამოქმედა. მარინა რამაზაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკა ვივამეთშიც კი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი მიზან მიმართულად გახდა. ცნობილმა ექიმმა ამოიცნო კოლეგა, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოთავსებულ ბიზნესმენს ემუქრებოდა. ადვოკატმა მითხრა, რომ ასეო თუ ადამიანს შეეძლო ყვენა ვერ წარმოვიდგენდიო. ანუ ისეთი დიდი დაზიანება. ეჭვი გქონდათ, რომ ის კაცი შეიძლება ცოფითაც შეიძლება ყოფილიყო დაავადებული. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დონის ეჭვი აქვს თვითონ სახელმწიფოს, როგორი დაავადებულ და რა ტიპის პატიმარს უშვებენ ჩემს შვილთან საბრძოლველად. ბიომედის კლინიკაში იმ ქალბატონს, რომელსაც აღწერს ჩემი შვილი, ექიმი ვინც დახვდა, ლალის ირეკიძე. შემდეგ გამახსენდა, ლალის ირეკიძე ჩემი ძველი მეგობარია. არ შეიძლება მას არ სცოდნოდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩემი შვილია. მთელმა საქართველოს მიცის, ლალისაც ეცოდინებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოექცა ძალიან არაადამიანურად. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი კამერების წინ ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს, თუმცა დაპირებად რჩება. ორგანიზებული თავდასხმიდან კვირები ისე გადის, რომ უწყება საკუთარი ვერსიის დამედასტურებელ ერთ მტკიცებულებასაც ვერ ასაჯაროვებს. და როცა გამოძიებას ექნება თავისი ჩამოყალიბებული ვერსია, იმასთან დაკავშირებით თუ რეალობაში რა იყო, მაშინ ამ ვერსიასთან ერთად მისი მამტკიცებელი სხვა, ასე ვთქვათ, მტკიცებულებებიც გამოქვეყნდება. გიორგი ბაჩიაშვილი ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენამდე ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრება. ინფორმაცია ბიზნესმენს, რომ ივანიშვილი პირადი შურისძიების მოტივით ციხეში მას პროვოკაციას მოუწყობდა, დაკავებამდე თვეებით ადრე ჰქონდა. ამ საქმეზე მისჯილი 11 წლიანი პატიმრობა სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ადვოკატები უვედოდ გადადებული მოსმენის ჩანიშვნას ელოდებიან.